ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ვიზიტით მყოფ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრს პირდება, რომ კრემლი არ შეუერთდება კუნძულოვანი ქვეყნის წინააღმდეგ ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს და მის უპირობო მხარდაჭერას განაგრძობს. კუბის კომუნისტური ხელისუფლების მოკავშირე მოსკოვის მტკიცებით, რუსული მხარე ყოველთვის იყო კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის, თვითგამოუკრებისა და თვითგანვითარების ბრძოლის გზაზე. ვიცით, რამდენად რთული მდგომარეობა აქვს კუბელ ხალხს მთელი ამ წლების, კუბის დამოუკიდებლობის 10 წლეულების განმავლობაში. ისინი იბრძვიან სიცოცხლის უფლებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად. ახლა ახალი სანქციებით განსაკუთრებულ დროის მონაკვეთს გავდივართ. იცით, როგორ ვართ ამ თემისადმი განწყობილი. არ მივიღებთ არაფერს მსგავს. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ღია, მკაფიო და არაორაზროვანია. კრემლში გამართულ შეხვედრას დაესწრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც სერგეი ლავროვი ვაშინგტონს ჯანსაღი პოზიციის გამოვლენისა და პასუხისგებლიანი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, მოსკოვის მოთხოვნაა შეწყდეს კუბის ენერგობლოკადა, რომლის ფარგლებშიც მას სერიოზული პრობლემები შეექმნა ელექტროსადგურებისთვის ნავთობის იმპორტის მხრივ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა კუბისთვის ნედლეულის მიმწოდებელ ნებისმიერ სახელმწიფოს მაქსიმალური ტარიფების დაწესებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ვითარებაში, რომელშიც კუბა, ჩვენი მოძმე ქვეყანა აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების შედეგად. 70 წელზე მეთხნიანი ბლოკადის შემდეგ ამერიკული მხარე მათ ემუქრება, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი ანტიჰუმანური და უკანონო ქმედებები. რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარყოფთ რუსეთისა და კუბის თანამშრომლობისადმი ფალსიფიცირებულ ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოს საფრთხე ექმნება ამერიკის ან სხვა ნებისმიერის ინტერესებს. ყველა საკითხი მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომელიც მიმართული იქნება ინტერესთა ბალანსის ძიებისკენ. სერგეი ლავროვი ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის უალტერნატივობაზე საუბრობს იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი უკვე 4 წელია უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, სადაც იერიშები ყოველდღიურად მიაქვს სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებსა და ქრისტიანულ სალოცავებზე, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებზე. ამასთან რუსული მხარე არ თანხმდება არც ცეცხლის შეწყვეტას და არც მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. კრემლს მხოლოდ საკუთარი დათქმები აქვს, რომელთა მიხედვითაც უკრაინის ტერიტორიის მეოთხედზე მეტი მოსკოვის კონტროლქვეშ უნდა მოექცეს, ხოლო თავად უკრაინამ უბლოკო სტატუსი გამოაცხადოს. ამ ვითარებაში რუსი დიპლომატი ამტკიცებს, რომ უზრუნველყოფს კუბელი ხალხის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რისთვისაც მისმა ლათინოამერიკელმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა. დღეს ჩვენი ხალხი შეზღუდვებითა და ცხოვრების ძალიან რთული პირობებით იტანჯება, თუმცა ამასთან ისინი თანხმდებიან და ძალიან კარგად იაზრებენ ამ პრობლემის მიზეზებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ორივე სახელმწიფო კვლავ განაგრძობს ძალისხმევას მსოფლიოში ბალანსის უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. ჩვენ შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ჩვენ შემთხვევაში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო რუსეთის სოლიდარობისთვის. პრეზიდენტისა და რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოთქმული მტკიცე და ურყევი პოზიციას ენერგოემბარგოსთან დაკავშირებით, რომელიც მტანჯველია ჩვენი ხალხისთვის და ქმნის რთულ სიტუაციას ჩვენი ეკონომიკისთვის. კუბის წინააღმდეგ ენერგოემბარგოს დაწესებას ვაშინგტონი ქვეყნის კომუნისტური ხელისუფლების მოლაპარაკებებზე იძულების ზეწოლის ერთადერთ სწორ გზად მიიჩნევს. ამერიკელი მაღალჩინოსნების თანახმად, ეთერი სახლის დიპლომატია ამოუწურავი არ არის, ამიტომ ჰავანას ურჩევენ გადადგან სამშვიდობო ნაბიჯი, ვიდრე გვიანი არ არის. ვენესუელის ავტორიტარი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ კუბას შეეძლო წვდომა ნავთობის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბაზარზე, რის გამოც მნიშვნელოვანი ენერგოკრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის დახმარებას მექსიკა ჰუმანიტარული დახმარების გაწევით ცდილობს, თუმცა ამასაც სანქციების შიშის ზღვარზე. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო მოსკოვს ფაქტობრივად ჩახერგილი აქვს მსოფლიო საზღვაო გზები, რაც ლათინოამერიკული სახელმწიფოსთვის ნავთობის მიწოდებას შეუძლებელს ხდის და კრემლის მხარდაჭერას მხოლოდ სიტყვებად ტოვებს.